ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. იმერეთის მეფე სოლომონ პირველი. საქართველოს ისტორიაში ხვეთას კიდვა ერთ-ერთია იმ მრავალ უბედურებას შორის, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიასა და განვითარებაზე. ეს გახლდათ ტოტალური, საუკუნოვანი დაცემა. ეს იყო სამარცხვინო პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოღალატე ფეოდალების, მეფე-მთავრებისა თუ ვაჭრების მეშვეობით, ყოველწლიურად ათასობით ჯანმრთელ ადამიანს უსპობდნენ თავისუფლებას და იძულებით ხიდნენ უცხოეთში. ქართველი მონები იყიდებოდნენ ოსმალეთის იმპერიის როგორც ცენტრალურ, ისე პროვინციულ ელიტაზე. ქართველ ქალს თურქის შვილები უნდა გაეჩინა და საქართველოს სამტროდ აღეზარდა ისინი. მოტაცებული და გაყიდული ქართველი ბიჭები, შემდგომ უბადლო ვაჟკაცები, ისლამის უმამაცესი და უერთგულესი მეომრები ხდებოდნენ. თურქეთში ანიჩრები, ეგვიპტეში კი მამლუქები. მოსახლეობის საუკეთესო ნაწილის ქვეყნიდან გაყვანით ზიანდებოდა საქართველოს სამეფო სამთავროების, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მომავალი. ქვეყანას ხელიდან ეცლებოდა მწარმოებელი და მებრძოლი ძალა. გადაშენების საფრთხე ასე ახლოს არასდროს ყოფილა. არცეთ ომს, არცეთ უცხოელ დამპყრობელს ხვლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც ამ მშვიდობიანმა ხვეთას ყიდვა მიაყენა მას. სამართლიანად აღნიშნავდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი. ეს ეროვნული ტრაგედია 3 საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სანამ იმერეთის ტახტზე არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ხვეთას ყიდვა დანაშაულად ცნო და მის წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო. იმ დროისთვის ხვეთას ყიდვა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში, რომ მის წინააღმდეგ წასვლა ფაქტობრივად სისტემის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. ქართულ ბაგრატოვან მონარქთა შორის მრავალი ღირსეული მეფე შეიძლება დავასახელოთ, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმერეთის მეფე სოლომონ პირველს. ის 1752 წელს 17 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. მას მემკვიდრეობით დაუძლურებული და სათავადოებად დაფლეთილი სამეფო ერგო. სახელმწიფოს შიგნით ანარქიას უფევდა. მოსახლეობა მოკლებული იყო ხელისუფლების მფარველობას. ირგვლივ ძარცვა გლეჯა, გულელობა და სიხატაკეს უფევდა. იმერეთი ერთდროულად იყო გარე და შიდა მტრების სამიზნე. მეფეს ერთდროულად ორ ფრონტზე უნდა ებრძოლა. სოლომონი მიზან მიმართულად შეუდგა ქვეყნისთვის ყველაზე დამღუპველი უბედურების, ხვეთას ყიდვის წინააღმდეგ ბრძოლას. ფეოდალთა ნაწილი მის რეფორმებს ღიად დაუპირისპირდა. მათთვის ეს ვაჭრობა სოლიდური შემოსავლის წყარო იყო და მისი დაკარგვა არ სურდათ. საუკუნის დასაწყისიდან სოლომონის გამეფებამდე იმერეთში მეფე 15-ჯერ შეიცვალა, მათგან 3 კი მოკლული იქნა. სამეფო ტახტი მყარი არ იყო. ნებისმიერ მეფეს ჩამოგდებით ემუქრებოდნენ და სწორედ ასე განვითარდა მოვლენებიც. 1 წელიც არ იყო გასული, როცა 17 წლის მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მიჩინა თავი. სოლომონი მარტო დარჩა, მის წინააღმდეგ აჯანყდა საკუთარი ოჯახიც, ბაბუა, ბიძები და თავად დედაც. მიუხედავად ამდენი განსაცდელებისა, ახალგაზრდა მეფემ შეძლო და ყველა ეს წინააღმდეგობა დაძლია. მალე ტახტიც დაიბრუნა და მოღალატეთა დასჯაც დაიწყო. მეამბოხეებთან ანგარიშწორების შემდეგ მეფე მეტი სიფრთხილით შეუდგა თავისი პოლიტიკის წარმოებას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ძლიერი მოკავშირეების პოვნა. ამ მიზნით სოლომონმა კავშირი გააბა სამეგრელოს მთავარ ოტია დადიანთან და მოხერხებულად შემოირიგა მამია გურიელიც. ამ ორი მთავრის შემომტკიცებით მეფემ უფრო ენერგიული მოქმედების საშუალება მოიპოვა. ამას მოჰყვა წვრილი ფეოდალების მომხრობაც, თუმცა ერთიანი პოლიტიკის გატარებას კვლავ ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე ძლიერი სახლი, მათ შორის რაჭის ერისთავი და აბაშიძეების გავლენიანი საგვარეულო. მეფის ძალაუფლების გასაძლიერებლად
სოლომონმა შექმნა ახალი ინსტიტუტი, რომელიც ისტორიაში ფიცის კაცების სახელით შევიდა. 1754 წლის 15 მაისს სოფელ ლეკარწაში სოლომონმა შეკრიბა ერთგული აზნაურები და გლეხები, რომელთაც დადეს ფიცი მეფის და სამშობლოს წინაშე. თავიდან ფიცის კაცების რაოდენობა განისაზღვრებოდა 1000 მეომრით. ფიცის დასადებად ყოველი წოდების ჭაბუკი მიდიოდა, ვისაც კი 15 წელი შეუსრულდებოდა. ისინი მეფის ძმად ნაფიცებად ითვლებოდნენ. ფიცის კაცთა მეშვეობით მეფე თანდათან ასუსტებდა ძლიერ ფეოდალებს და აძლიერებდა საკუთარ მომხრეთა რიგებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სწორედ ამ ერთგული ძალის დახმარებით აიკრძალა მთელ იმერეთში ტყვეთას ყიდვა. კანონის დაუმორჩილებლობას კი მკაცრი, ხშირად კი სასტიკი სასჯელი მოჰყვებოდა. თავდაპირველად სოლომონი თავს იკავებდა ოსმალთა წინააღმდეგ ღია დაპირისპირებებისგან. კარგად იცოდა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ქაოსის ფონზე ასეთი ნაბიჯი მეტად სახიფათო იქნებოდა. თუმცა, როცა იმერეთში წესრიგი ნაწილობრივ მაინც აღდგა, მან პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა ტყვეთას ყიდვას, რაც ოსმალეთის იმპერიამ ღია გამოწვევა დაიქვა. ოსმალებთან ერთად ტყვეებით ვაჭრობაში თავად იმერელი ფეოდალებიც მონაწილეობდნენ, რის გამოც მეფის რეფორმამ უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც გარედან, ისე ქვეყნის შიგნით. სოლომონის გვერდით დაადგნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, სამურზაყანოს მოურავი, იმერელი მემამულეები და თავად გლეხობაც კი, ხოლო ოსმალთა მხარეს დარჩნენ გავლენიანი ოპონენტები, რაჭის ერისთავი როსტომი და მეფის ბაბუა ლევან აბაშიძე. ოსმალებმა სოლომონ მეფის წინააღმდეგ დიდი ჯარი გამოუშვეს. მათ შეუერთდნენ იმერეთის ციხეებში მყოფი თურქული გარნიზონები და მოღალატე თავადების ლაშქარიც. ტრის საერთოდ ძალამ 55000 გადააჭარბა. სოლომონმა კი მხოლოდ 16000 ქართველი მებრძოლი შეკრიბა. 1757 წლის 4 დეკემბერს, გამთენიისას, სოლომონ მეფის ლაშქარმა ხრესილის ველზე მოულოდნელი მიიტანა მტერზე. ოსმალებმა თავდაპირველად წარმატებასაც მიაღწია. მათ ხელში აღმოჩნდა იმერეთის სამეფო დროშა, თუმცა ქართველთა შერყევა ვერ შეძლეს. ბრძოლის ბედი მაშინ შეიცვალა, როცა თავად მეფემ ხმლით გაანგმირა ოსმალთა მთავარსარდალი გოლაფაშა. მალევე ბრძოლაში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძეც. თავარსარდლის დაკარგვამ ტრის ბანაკში არეულობა გამოიწვია. ოსმალთა უმეტესობა ბრძოლის ველზე დაეცა, ნაწილი კი ტყვედ ჩაუვარდა ქართველებს. ამ ბრძოლის შედეგად ოსმალების გავლენის კრება იმერეთის რეგიონში გარდაუვალი გახდა. ასევე აქტიურად დაიწყო ანტიოსმალური მოძრაობები აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად საჭირო იყო დასუსტებული ეკლესიისა და გაუქმებული კათედრების აღდგენა და გაძლიერება. 1759 წლის დეკემბრის დასაწყისში სოლომონ პირველის ინიციატივით მოიწვიეს დასავლეთ საქართველოს დიდი საეკლესიო კრება. კრების მუშაობა ერთ თვეს გაგრძელდა და მიიღო როგორც ეკლესიისათვის, ისე მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმერეთის სამეფოს გათავისუფლებამ, ტყვეთას ყიდვის აკრძალვამ და ხრესილის ველზე ოსმალთა არმიის განადგურებამ სულთნის აღშფოთება გამოიწვია. მისი ბრძანებით ერთი მეორის მიყოლებით იგზავნებოდა ლაშქარი სოლომონის დასამარცხებლად. თუმცა მეფისა და ფიცის კაცთა ძალის ხმევით ოსმალთა ყოველი შემოსევა მძიმე მარცხით სრულდებოდა. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში 1757-1763 წლებში ქართულ ოსმალურ ომებში ტრის ზარალი 60,000 კაცს აღემატებოდა. 9 მცირე მასშტაბიან თუ დიდი ბრძოლიდან 8-ში სოლომონმა გაიმარჯვა. იმ დროისთვის იმერეთის მოსახლეობა ძლივს აღწევდა ამ რიცხვს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის სოლომონის სამხედრო წარმატებებს. ოსმალეთისთვის ეს არ იყო მხოლოდ მარცხი, არამედ სტატუსისა და გავლენის სერიოზული შერყევა იყო. ამრიგად, სოლომონ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან შეუძლებელი შეძლო. უამრავი მტრით გარშემორტყმულმა განინტკიცა ძალაუფლება, განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიც ტყვის ყიდვის აკრძალვა და ეკლესიის გაძლიერება იყო. დაამარცხა შინაური მტრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ოსმალეთის უდიდეს იმპერიას უკან დაახევინა და იძულებული გახადა, რომ იმერეთის სამეფოზე ხელი აეღო.